მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას უთხრათ, რომ მართლები არ არიან თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ, განაცხადა დღეს მარტა კოსმა, როგორც იცით, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იკრიბება, დასკვნებს გააკეთებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბრო ამაზე, მაგრამ იცით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს ევრორეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს გაიცით ისეთ დემოკრატიულ უკუსლას, როგორცაც არც ერთი სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას უთხრათ, რომ მართლები არ არიან თუ ხალხის სურვილს არ გაითვალისწინებენ. ისე თქმით, იმედი აქვს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდება. ნამდვილად იმედი მაქვს საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა თქვენი ხალხის მხარდაჭერით დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშიაო, აღნიშნა ევროკომისარმა ევროსკოპთან საუბარში. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება, საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვა მან. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინათ მოუწოდებდით. საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდგომ ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ პროცესების დეგრადირებისა და დემოკრატიის უკუსვას. ეს იმედგაცრუებას იწვევს, განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიტველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს, პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრაციების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ, თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლელო ჯეჯელავა და ლაშა ტუღუში არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. თქვენ თუ გჯერათ ამის, ბავადოლერო? ხო, ასეთ შემთხვევაში არა, საქართველოს ევროპული მომავალი ნამდვილად აქვს, რასაკვირველია, მაგრამ მე ვერ ვიქნებოდი ასე ნეტარი მდგომარეობაში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რასაკვირველია, მე ვერ ვხედავ, რომ ეს ევროპული მომავალი გვაქვს, ევროპული კი არა, მე ვერ ვხედავ, რომ მომავალი გვაქვს როგორც სახელმწიფოს. მთელი ჩემი პრობლემა და ტკივილი ამაშია. ეს ევროპული მომავალი ხო ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ როგორც სახელმწიფოს მომავალი გქონდეს და არა იმიტომ დაუშვათ მხოლოდ რომ ევროპული კეთილდღეობა მოგწონს და დაუშვათ ევროპაში, ქართულ ოცნებას თუ ავიღებთ, შოპინგი სიამოვნებთ მეტწილად. არა, ჩვენთვის სწორედ ევროპული მომავალი და ალბათ ეს ამის ახსნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ნიშნავდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. იცით, მე როგორც ხვდები, ჩვენი პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მიზეზი იმ მდგომარეობისა, რაშიც ახლა ვიმყოფებით, ის არის შედეგი. და როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაქვს გასააზრებელი, რამე მიგვიყვანა და რეალურად რა არის მიზეზი იმისა, რამაც ჩვენ დავუშვათ ესეთი სწრაფის შემდეგ, ასეთი მიზანმიმართული სულის შემდეგ ევროპისკენ
ასეთ ვითარებაში. აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში, ხო? როდესაც ყველა იზღირებულება, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ჩვენთვის ფასეული იყო, დაწყებული ჩვენი ცივილიზაციური იდენტობიდან, რომელზეც საუბრობდით და ამას ვაბავდით, რასაკვირველია ჩვენ სწრაფას, უკავშირებდით ჩვენ სწრაფას ევროპას, უცებ აღმოჩნდით სრულად სხვა მოცემულობაში, სხვა ღირებულებებით და გვესმის აი სრულად წარმოუდგენელი ჩემთვის, ვერც კი ვერასოდეს ვერ მოვიფიქრებდი, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 21 საუკუნეში კი არ მიყვარს ამას რომ ამბობენ ხოლმე, მაგრამ მაინც მომიწევს, მე მოვისმენდი იმ დისკურსს, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახლა მე მესმის მასონების, deep state-ის, რაღაც BlackRock-ის, კორპორაციული მმართველობის და ასე შემდეგ და შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო კი არ არის. ეს მეც წამიკითხავს, მეც ვიცი ეს ლიტერატურა, სადაც ამის შესახებ არის საუბარი, მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელსაც ამ ტიპის ინფორმაციის გაფილტრა არ შეუძლიათ და აქედან არ შეუძლიათ სწორი დასკვნების გაკეთება რა. ხეპირიკი სპეციალურად აკეთება. ხო, ან სელექცია მოხდა ასეთი ამ ნიშნის მიხედვით, რომ ამ ტიპის ადამიანები აღმოჩენილიყვნენ იქ, რომელსაც შეეძლოთ სრული სერიოზულობით ესაუბრათ იმაზე, რაც მე დღეს მესმის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა როდესაც ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად გვაქვს საქმე და უშველის კი ჩვენ პრობლემას დაუშვათ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლა და ეხლა პოლიტპატიმრებზე და სინდის პატრიმრებზე საუბრობ, ეს უცილობელი პირობა, რომელიც ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში უნდა მოვახერხოთ, რომ უზრუნველყოთ მათი თავისუფლება, რასაკვირველია, მაგრამ გვიშველის კი ეს მარტო რა ვუყოთ იმ საზოგადოებას, რომელსაც ამ ტიპის რიტორიკაზე მოთხოვნა აქვს, რა ვუყოთ იმ ტიპის საზოგადოებას, რომელსაც ეს კონსპიროლოგია არ აქვს საუბარი იმაზე არის, რომ აქამდე თუ საქართველოში ფაქტობრივად მოსახლეობისთვის იყო ერთადერთი გზა, ასე ვთქვათ, არჩევანი, დღეს ეს არჩევანი ეჭვისქვეშ დაუყენეს მათ და აი ეს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, შეფასებებში, აზრებში ნელ-ნელა შეიტანეს მათ მოსაზრებებში ეჭვის, სკეპსისი დასავლური ღირებულების მიმართ, ამ გზის მიმართ, ევროკავშირის მიმართ, ნატოს მიმართ და დღეს რო ჩატარდეს გამოკითხვა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალი შედეგი შეიძლება დაიდოს. მე არ ვიცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ძალიან დაბალი შედეგი იქნება, მაგრამ დაბალი შედეგის უზრუნველყოფა ქართულ ოცნებას ნამდვილად შეუძლია, რასაკვირველია, თუ ამ ტიპის გამოკითხვა ჩვენ საერთოდ დავუშვით, თორე არ მგონია, ეხლა რაც შეეხება აი გამოსავალს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ალბათ უბრალოდ ჩვენ არათუ ხელისუფლებამ შეწყვიტა დიალოგი საკუთარ ხალხთან. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შეწყვიტა დიალოგი საკუთარ ხალხთან. გამოსავალზე ცოტა ხნის შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე ბატონ ლაშას აზრიც მაინტერესებს ამ თემაზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ მივდიოდი, უბრალოდ ფორმალურად დარჩა. როგორც გვითხრეს, მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფარატინა ქაღალდად იქცა. შესაბამისად, საერთოდ ევროპულ მომავალზე საუბარი ამ სიტუაციაშიც ვართ. რამდენად რელევანტურია, როგორ გონია? მოგესალმებით. ხო არ დასრულდა ყველაფერი, ასე ვთქვათ. არა მგონია. რისკენაც მივისწრაფოდი. არა, მე ასე არ უყურე, ესე ფატალურად ვერ ხედავ მე აქ სურათს. რა თქმა უნდა, იზიარე პათოს, რომ პარლამენტის შენობაში გვესმის ისეთი საუბრები, რაც აი რაღაცა დემონები, რაღაც ჭინკების ისინი რო ვინახავს მულტფილმები ან რაღაც ფილმები, ხო, ესეთი
ეგეთი ტიპის დისკუსიები, შეთქმულების თეორიები, კონსპიროლოგია და ძალიან მოზღვავებულია ეგეთი ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებაში არ არის დიდი ნაწილი ევროპული, არა პროევროპული, არამედ ევროპული ტიპის საზოგადოება. ანუ ახალგაზრდები არა მარტო შუახნის საკოვანი ადამიანები იმ ღირებულებებს ატარებენ, რასაც ქვია ევროპული ღირებულება. ეს ერთი საკითხია მნიშვნელოვანი. ეხლა როგორ მოხერხდა ეს ანტისელექცია სოციოლოგიაში, კარგი ტერმინია ანტისელექცია, როცა შენ ნახევრად აკადემიური ტერმინი არის ანტიდარვინიზმი ქვია. ხო გახსოვთ ეს დარვინი, რომ რაღაცა განვითარება გარკვეული ლოგიკით მიდის, აქ პირიქით ხდება რეგრესით მიდის რა საზოგადოების გარკვეული ელიტა, ხო? ნუ შეიძლება ესე გამოვიყენოთ. ეხლა ეს რატო განხორციელდა, როგორ ამანქანებით მოხერხდა და ასევე რა გავლენა მოახდინა სხვა პროცესს, როგორც შიგნით ქვეყნის, ეს ქვეყნის გარეთ, ეს ძალიან საინტერესო თემაა და ეს არ არის მარტო ჩვენი შიდა პრობლემა, ეს არის დიდი გლობალური პრობლემა, ბევრგან ხედავთ დღეს ამ პოპულისტების წამოწევას წინ პოლიტიკა, ზოგან ეს ტრენდია, ზოგან არ არის ტრენდი, მაგრამ ეს საშიშროება, რასაც ეს პოპულისტური ძალები ქვია, ეს საშიშროება დღეს განვითარებულ ქვეყნებშიც არის ეს დაავადება. ამიტომ მე არ უყურებ ამას ესე, რომ აი ქართველებს რაღაც გჭირს და არაგებს. სხვა ბევრგან არის პრობლემა. ჩვენ გვაქვს გასაგებია ჩვენ სპეციფიურად დაგვემართა რაღაცა ვირუსი, სპეციფიური ვირუსი გჭირს, მაგრამ არა ვარ მე უიმედოდ, ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, არა იმიტომ რომ რაღაცა ესეთი პოზა უნდა კონდეს, რომ ოპოზიციონერი ხედავ პროპაგანდა როგორ მუშაობს. გადის ყოველ დღე ფაქტობრივად გადამშრალ საინფორმაციოში აქვთ სახელმწიფო არხებს ყოველ დღე რაღაც სიუჟეტი ან ყველა ქვეყანაში რაღაცა ხდება ხო ცუდი და სადმე რამე ცუც გაიგენ ევროპულ ქვეყანაში ამაზე აქვთ აგებული აი იქ ის მოხდა იქ ეს მოხდა პლუს გადაცემა და ამატეს გადაცემა მე მგონი ყოველ შაბათს გადის სპეციალური გადაცემა ევროპაში რა ხდება ცუდი რაღაცები ამის შესახებ ავიგე მუშაობს პროპაგანდა გარკვეულწილად მუშაობს მაგრამ ანტიევროპული ანტიდასავლური პროპაგანდაც მუშაობს თუმცა მთავარი ხაზი პროპაგანდის ჩემი აზრით არის შიში ვითომ ჩვენ გვითრევენ ომში ეს უფრო მუშაობს და ამან რაღაცა წარმატება მათ მოაყოლია მაგრამ არსებობს კვლევები რომელიც გამოქვეყნდა შარშან რაღაცები გაკეთდა და ეს მე ვენდობი იმ კვლევებს რომელიც ნახე მე ტენდენციები მაინდამაინც ვერ შეიცვალა ეს უფრო აგიჟებს მე მგონი ამ ხალხს იმიტომ რომ ვერ დაანგრიეს ხა ჩვენ გვაქვს ხო ურთიერთობები შენს გაქვს მეც მაქვს გვაქვს ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან და ვერ ვატყობ მე დიდ დრამატულ ცვლილებებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ევროპასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით ვერ ვატყობ და ყოველთვის იყო და ერთი რამე არ დაგვავიწყდეს მე რა როდესაც კვლევები ქვეყნდებოდა დაახლოებით 20-დან 30%-მდე საქართველოში ანტიდასავლური განწყობები ყოველთვის იყო. მათ შორის თითქოს როცა პიკზე ვიყავით და რაღაცა ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობდა. მაშინაც კი იყო ეს განწყობები და ეხლა ცოტა არ არის, ეხლა 10 კაცში 3 თუ უყურებს, იყურება კრემლის მიმართულებით თუ რაღაცა სხვა მიმართულებით და ამ ბოდვების შეიძლება ვიღაცა ჯეროდეს მათ შორის. მათ შორის მე არ ვამბობ ანტიდასავლური არ ნიშნავს რომ ყველა ჯერა ამ ბოდვების. იცი რომ ხალხი უყურებდა რას უყურებდა ხალხი რასაც უყურებდა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს ჭამდნენ აგინებდნენ ლანძღავდნენ ორივე ერთხმაში ელაპარაკებოდა რომ გზა არის დასავლეთი ერთ-ერთი არჩევანი ნატო ევროკავშირი რომ ევროპა კარგია ამას ელაპარაკებოდა და ის ხალხი ფიქრობდა რომ რადგან ამაზე თანხმდებიან ოპოზიცია ხელისუფლება ესე იგი მართლა კარგი რაღაცაა და ეხლა აღმოჩნდა რეალობის წინაშე რომ ერთი მხარე უკვე ხელისუფლება რომელსაც აქვს ამდენი საშუალება ასეთი დაფარვა მედია საშუალებების ყოველდღე უჩიჩებს რომ მორჩა ევროპა მოკვდა არ არსებობს შეიძლება რაღაცა დაიშალა კი მოკვდა არ არსებობს მაგრამ როგორ რამდენი ადამიანი დადის უცხოეთში ახალგაზრდები აღმოჩნდა რომ 20%-მა ისარგებლა უვიზო რეჟიმი რამდენი წელი 22%-მა მეტმა არ მგონია რომ იქ ცოტა იმიტომ რომ იმ 20%-ს ყავს დედა მამა ძმა და მეზობელი მეგობარი მიდის მოდის და უყურებს იქ რა ხდება ხო სტუდენტი რომელიც ყვება რას ნიშნავს
ევროპული უნივერსიტეტი, რას ნიშნავს ევროპული ჯანდაცვა, რას ნიშნავს ევროპული სოციალური გარანტია, რას ნიშნავს ევროპული წესრიგი. მშვიდობა, რეალური მშვიდობა, რას ნიშნავს ევროპული, ძალიან კარგად ხედავენ ისინი. არ არის დახურული საზღვრები, ამიტომ ესე ადვილი არ არის დაანგრიო და ვერც დაანგრევენ. შეიძლება ვიღაცა დააჯერონ ამ რაღაც ზღაპრებში, მაგრამ რას თავაზობენ, რა იდეას თავაზობენ? აქ ხო ეგ არის ამათი პრობლემა. იმიტომ რომ შენ, როდესაც ვიღაცის ანტიკამპანიას აწარებ, შენ შეიძლება გარკვეულწილად წარმატებული იყო, მაგრამ შენ თვითონ რას თავაზობ? და რამე იდეოლოგიური ჩარჩო აქვს, რამე სისტემური მიდგომები აქვს, თუ რა აქვს, უბრალოდ ომის შიშზე მუშაობენ და ეს არის მთავარი არგუმენტაცია და ის ტყუილი რომ თითქოს ვიღაცები გვითრევენ ამ მეორე ფრონტები და deep state-ები, მაგრამ ხლა აბსოლუტური ზღაპარია და ეხლა რა ვიცი, კარსონი ცოცხალია რომ დააჯერო, ეხლა რომ დავიწყო, გიცება რომ კარსონი სახურავზე ცხოვრობს და პროპელერი აქვს და დაფრინავს. ნუ დაახლოებით იგივე ეხლა რომ ლაპარაკობენ deep state, რა deep state, რის deep state? ახლა წაიგე სადმე ერთი აკადემიური წერილი გვანახო მილიონი კვლევა ქვეყნდება ერთი მაჩვენო რას ნიშნავს ეს deep state? ტრამპ რო ახსენა ეს რომ არა იმას სხვა რამე თქვა, კაცო, იმას სხვა მნიშვნელობით ახსენა ეს მართალია და დღეს სხვათაშორის უკვე ნელ-ნელა აქამდე ხო ამბობდნენ რომ აი ტრამპი ჩვენ საზრზეა და ტრამპი ყველაფერს დაალაგებს და ნელ-ნელა ეს ტენდენცია შეიჭრა ტრების რიგში ლეგიონის წევრი გახდა, ხო დიდი. დღეს ზაზა შათერიშვილმა კიდევ გზელი წერილი გამოაქვეყნა, ვინც არიცით, ვინ არის ზაზა შათერიშვილი, არის ივანიშვილის ასე ვთქვათ რუპორი, კარის ფილოსოფოსი შეიძლება ითქვას, რომელიც აქვეყნებს მთავარი იდეოლოგია ასე ვთქვათ, ხო? რა იდეოლოგიას მიყვება ივანიშვილი, თუ გინდა გაიგო ზაზა შათერიშვილის აი ამ წერილებს უნდა გადახედო და დღეს ესე წერილი გამოაქვეყნა, რომ მინდა მიმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ deep state-ს ებრძვი. ბიუროკრატიაში შუარგოლის მენეჯერებს, ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს, წინა პრეზიდენტს, ეს ხომ სასაცილოა, ან სულ სხვა რამე არის და ღრმად არის deep state და აღარ წავიკითხავ უზარმაზარი წერილია, ეს მოყვა იმას, რომ ტრამპის უზენაესმა სასამართლომ ამერიკის უარი თქვა, მიიღო სარჩელი ერთსქესიანთა ქორწინების გაუქმებაზე და ტრამპს მიმართავს, რომ რანაირად ებრძვი deep state-ს შენ დაპირება რომ ერთსქესიანთა ქორწინებას გაუქმებდი, აგერ უზენაესმა სასამართლომ თავზე გადაგახიაო, ანუ ვერაფერსაც ვერ ებრძვიო და ამ მთელი ამაზე ჩრდილოვანი ძალები დღეს სრულიად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ ვითომ და კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაცო წერს ბატონი ზაზა შათერიშვილი. იცით როგორ? აი, საბოლოო ჯამში ხო და საით მიდის ეს ყველაფერი? ხო, ძალიან ტრამპიც არ გამოგვადგა ასე ვთქვათ. ძალიან ძიმეა, როდესაც ხელისუფლება და როგორც თქვენ უწოდეთ ხელისუფლების რუპორი, ილიკო ჩიგოგიძის და ილარიონ შევარდნაძის დიალოგის სტილში განიხილავენ საერთაშორისო პოლიტიკის თემებს, ხო? ეხლა რომ დააკვირდეთ რიტორიკას, მაგალითად რომელიმე დეპუტატისას ჩვენი საკანონმდებლო ორგანოსი და საღამოობით ბირჟაზე მიტუა და ვანო რო განიხილავენ პოლიტიკას, ერთ-ერთში განსხვავებას ვერ იპოვით და ეს არის სწორედ სერიოზული პრობლემა, რომელიც იწვევს ჩვენი საზოგადოების მენტალურ დეგრადაციას. როდესაც ხელისუფლებამ თამასა ასე დაბლა დაწია, თუნდაც თავისი ასე ვთქვათ თავისი ღირებულებათა სისტემის არტიკულირების მერე ამის ყველაფრის ხო როგორც გადმოსწია ბუნებრივია რომ ეს ნელ-ნელა თავის შედეგს საზოგადოებაზე ახდენს. ახლა ბლაშა მიკითხა და აბსოლუტურად სწორად. კარგია, არ ვარგა deep state, არ ვარგა ევროპა. როგორ წარმოუდგენიათ რაიმე კონცეფტი ამ ქვეყნის მომავლისა მათ თავში დევს, ვინმე გვეუბნება უბრალოდ მულტივექტორული განვითარება, ოღონდ მულტივექტორული როგორ გამოდის, როცა ერთ ვექტორს აგინებ. აგერ ეხლა აქამდე ტრამპს მაინც იმდობდნენ და ეხლა დღეიდან უკვე ტრამპიც აღარ დაინვეს, როგორც აღმოჩნდა. მე მაინც მგონია რომ რაღაცა ცუდ ამბებს ელიან ამერიკიდან იციან წინასწარ და მაგის მაუწყებელი ეს ნახე რა სწერს შათერიშვილი. შათერიშვილი ასწერს თავის იმაში, რა ქვია, წერილში. აშშ-ში ყოველწლიურად 10,000 ადამიანი იცვლის სქესს. მაგრამ ეს საკითხი რატომღაც არ მოხვედრინა დონალდ ტრამპის დღის წესრიგში განსახილველ საკითხად. ისევე თქვით, აღნიშნული თემაც იგივე ისევე ჩახსნა ტრამპმა როგორც სხვა მრავალი წინასაარჩევნო დაპირება LGBT თემთან დაკავშირებით და
ამაზე არის აგებული მთელი ის. ხო, ნუ ეხა მართლა უმძიმესია ეს ადამიანი არა, ეს ადამიანი რო იყოს ერთი ვიღაცის აზრები არ დავინტერესებს, ვიცით რომ არის ივანიშვილის აზრების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის განხმოვანებელი და ამიტომაც უდევს იმედზე დღეს სიუჟეტები გავაეხარა, რა თქვა ზაზა სათირიშვილმა წაგვიკითხავენ, იმას რა ქვია. იცით, მართლა ჩემთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ არ ცურვილი მაგარც ხალისი, აი ამ დარე დისკურსი, რასაც ეს LGBT თემის წინ წამოწევა ქვია და ასე შემდეგ შევიდე, მაგრამ ნუ არსებობს სტატისტიკა, არსებობს მონაცემები. ბოდიშვიხთი ამაზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ნუ რა ვქნა, სხვა გამოსავალს არ მიტოვებ. დღეს გამოქვეყნდა, დღეს კი არა, ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ცნობილი ესეთი და მისი პორნო ხაბის კვლევები, რუკა. სად რა ტიპის იმას ეძებს, ვიდეოებს ეძებს მომხმარებელი. შეიძლება თქვენც ნახეთ ეს. და მე რომ გითხრათ რითია დაკავებული ქართველი საღამოობით, როცა დილით LGBT თემს ეხმალავება, ხო? და უბრალოდ აი ამ როგორ გითხრათ აი ამ ტვინის ფაღარაც უკაცრავად ასხავს გარშემო, ხო? ძალიან გაოცებული აღმოჩნდებით და მათ შორის რუსეთი აღმოჩნდა, რომ არის ყველაზე დიდი მომხმარებელი ამ ტიპის სანახაობისა ტრანსგენდერებთან დაკავშირებით. და ხალხო ყველაფერი ითვლება, ყველაფერს აქვს აღწერა, სტატისტიკა და ნუ ეხლა ბოდიში ჩათირიშვილის იქით კიდე რაღაცას კვლევას ჩვენც ვკითხულობთ, ვეცნობით და ვიცით რა მდგომარეობაშია და ნუ აი შენ ახსენე ომის თემაო, ლაშა არის ომი გადაიწია მეორე პლანზე. დიდი ხანია ომზე და მშვიდობაზე აღარ ლაპარაკობს ქართულს. აი წინა პლანზე რა არის წამოწეული ახლა. იმიტომ იციან რომ ომი ადრე თუ გვიან დამთავრდება. და ეს არის ახალი იდეისა, რომ აი იქ უკვე ამერიკაც და ყველა გარყვნილია ირგვლივ. დღეს იცით პერს დავამატებ. ევროპას თუ რამე პრობლემები აქვს, იცით უმეტესწილად რიდია გამოწვეული. სწორედ აი იმითი, რომ ამ ხანგრძლივი ომის რისკები არ ქონიათ არასოდეს და ამან გარკვეული ასე ვთქვათ, გავლენა მოახდინა ევროპელი მოქალაქის ცნობიერებაზე, რაღაცეები შეიძლება დაუსუსტდა კიდეც რაღაცეების განცდა და დღევანდელი ევროპის პრობლემები არის სწორედ მაგითი რა ხანგრძლივი მშვიდობის ფუფუნებით არის გამოწვეული რომ იცოდნენ კარგად შათირიშვილებმა და მისმა მსგავსებმა. ხო, ლაშა შენ ეზრედებს და ანუ ამ თემაზე გადავა როგორც ჩანს ძალიანად ეწყობა ეხლა სახელმწიფო პროპაგანდა და იმას გვეტყვიან რომ აი მთელი დასავლეთი აქეთ მიდის. არა, ეგ თემა, ახლა უმცირესობების თემა ახალი არ არის, ცხადია, მათ ლექსიკონში არსებობდა ყოველთვის, თუმცა მაინც ვიდრე ომი იქნება უკრაინაში, მე მგონია მთავარი, ასე ვთქვათ, საფრთხის საკითხი იქნება ომი და რაშე თავზე ბომბა დაგეცემა და ასე შემდეგ და არა დანარჩენი თემები, რომელიც მათ არსენალში საკმაოდ აქტიურად არის გამოყენებული. მაინც მე მგონია ომის თემა იქნება. მაგრამ რის თქმა მინდოდა, იცი, ეს თემები ვერ აჭმევს ამ საზოგადოებას, იმიტომ რომ ის დიდი ნაწილი პრობლემების, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები ვერ გვარდება ამ რაღაც შიშებით და იმით თუ რა თქმა უნდა შენ არაპირებ აქ და ესეთი ტიპის დიქტატურის დამყარებას, როგორც ვიცით, ხო ისტორიაში, როცა ათობით ათას ადამიანს იჭერენ, ხრეტენ და აგებენ თავიდან ბოლომდე შიშზე და ანადგურებენ ყველაფერს. ახლა მაკეთ გადადგმული აქვთ ნაბიჯები, ფაქტია, რომ იქ პარტიებს ზალაო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიებს ჟურნალისტებს იჭერდა ასე შემდეგ, აქეთკენ გადადგეს ნაბიჯი, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მე რა, ეს არ არის ეს სხვა საზოგადოება, ეხლა ჩვენ შეიძლება ვითვლით ხოლმე რამდენი ადამიანია რუსთაველზე ბევრია ცოტა, მაგრამ წინააღმდეგობა მარტო იქ არ არის, წინააღმდეგობა არის თავში, ხო, როდესაც
მეზობელი რაღაც აყვედურს გეტყვის, როცა სახში მიხვალ და გოგონია მაგარი ტიპი ხარ და შვილი როცა რელოს გესვრის, როცა იქ ძმა აგიბუნტდება და გაგექცევა, არ მოდის შენთან ხელს ჩამოგართმევ შენი ბავშვობის ძმაკაცი და როცა ღვინოს თავზე დაგასხამენ და ამ შემდეგ ეგეთი რაღაცები ხდება რა და როცა მთელი მსოფლიო დაქცინის რა და მთელი მსოფლიო ვერ დაიჭერ ამ ინფორმაციას, ამიტომ ვერ აჭმევ მაგითი გესმის, იმიტომ პოლიტიკა სხვა რამეა. არა ის აბსურდები ხან ერთს რომ აი მაგათად განათლების რეფორმას, ხო პოლიტიკური საკითხი ხა ერთ სიტყვით თუ და 5 წუთში მეორეს ამბობ, მე 10 წუთში მესამეს ამბობ, დაიბნა რა. ადამიანები რომელსაც სიმშვიდე უნდოდა და კიდე ამათი მომხრეები იყვნენ, ლექტორები, პროფესორები, მასწავლებლები და სტუდენტები, ის ნეიტრალური ნაწილიც კი როცა ასეთის დისკუსიაში შევიდნენ, გახდნენ ამათი მოწინააღმდეგეები და რა ყველა ამბობს რომ რა უნდა ამ ხალხს და ანუ ის კი არა რომ კრიტიკულად უყურებენ, უკვე როგორი მდგომარეობაა ის საზოგადოებაში მე რა, აი ორჯერ ორი რო თქვას, 4-იაო არ ჯერათ ამისი. აი მე მახსოვს პერიოდები ამ ქვეყნის ისტორიის, როდესაც აი ყელში იყო, ყელის იქით იყო კიდე, ხო, ვიღაცა, ხო, დანახვა აღარ უნდა და რაც არ უნდა ეთქვათ, ყველაფერზე ამბობდნენ არა, აგდებდნენ უყუაგდებდნენ ამ იდეებს. აი ეგეთი მდგომარეობაა გამიგდა. ამას ახლა გასაგებია რომ რაღაცა სხვა პროცესი ჭირდება რომ ცივილურად შეიცვალოს გარემო, მათ შორის პოლიტიკური გარემო. გასაგებია ხო ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ეგრე არ არის რომ ხალხმა ყურები ჩამოყარა, ფრუსტრაცია ისეთი ხა მე ვკითხულობ ხოლმე, იცი? აი ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს და მიკვირს მაინც რომ იცი ანუ აი რაღაცა ძალიან წაგებულის ლოგიკიდან გამო მე არ უყურებ ასე რა ამას არ უყურებ ასე იმიტომ რომ აქაც და ევროპაშიც მივხვდეთ იმისა რომ ძალიან რთული აი იდეალური მთავრობა რომ მოვიდეს მე რა ვერც ვკეტყვი ძალიან რთული იქნება უკან დაბრუნდე იმიტომ რომ მაინც ეჭვის თვალით გიყურებენ რა ხდება შენთან როგორ დაუშვით ესა გამიგე ამიტომ გიყურებენ ეჭვის თვალით მაგრამ იქაც და აქაც იციან რომ ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ჯანსაღი. უდიდესი ნაწილია იმდენია, მე ახლა რიცხვებით არ ვაპარაკობ ეს ამდენი პროცენტი, იმდენია, რომელიც სავსებით საკმარისია იმისთვის რომ გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებაში და ეს ვითარება იმედია დადგება ქვეყანას მოაბრუნებენ და რეალური რეფორმების პოტენციალიც აქვს აი ამ ნაწილს გულისხმობ. იმიტომ რომ ცოდნაც არის, ნებაც არის, ინტელექტიც არის და განწყობაც ისეთია რომ ჩვენ ევროპა ვარ და ჩვენ გვინდა ცივილიზაციაში ყოფნა ცივილიზაციის ნაწილი გვინდა ვიყოთ და არ გვინდა ვიყოთ ბარბაროსების ნაწილი, არ გვინდა ვიყოთ კორუმპირებული სისტემების ნაწილი, არ გვინდა ვიყოთ ჩამორჩენილი რაღაცა სივრცის ნაწილი, სადაც მიდიხარ და რაღაცა ხამას და იმერებს ხელს ართმევ და მე ბომბები წვივა იქ. ხო არ გვინდა ეს ამის ნაწილი ვიყოთ, არ უნდა ამ ქვეყნის უდიდეს ნაწილს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვანაირად უყურებდნენ რაღაც თემებს. მაგალითად, ვიღაც იყოს უფრო კონსერვატიული, ვიღაც იყოს რელიგიური, ვიღაც იყოს ლიბერალურად განწყობილი, მაგრამ ამის მიუხედავად ეს საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება. ამაზე ჩვენ უნდა მე აღარ ვარ ამაში დარწმუნებული სიმართლე. მე ვარ დარწმუნებული. ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ მოდი გავაგრძელოთ ის თემა, რაზეც გავატოლე იწყებდა საუბარს, რომ გამოსავალი რაშია და პროტესტის თუ იქნება თუ პოლიტიკური პროცესის პერსპექტივას როგორ ხედავთ. ჩვენ გვაქვს რეკლამა. Așa გადაცემა რეზიუმე დაბრუნდა ეთერში და როგორც ვიცით ჩვენი სტუმრები არიან ლელა ჯეჯელავა და ლაშა ტუღუში, რომელთანაც ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ რა არის მათი აზრით გამოსავალი და რა პერსპექტივა საერთოდ არსებობს თუ არა პერსპექტივა ამ სიტუაციიდან გამოსვლის. ქაბატონ ლელა იწყებდა წინა ბლოკში ამ საუბარს და პირველი კითხვის მასაც დაუსვამ პოლიტიკურ სპექტრზე საუბრობდი, რაღაც პოლიტიკურ პროცესზე. ხო, პოლიტიკური სპექტრი აქეთ მხარეს საერთოდ ფაქტობრივად გამქრალია. ხო, გადახევარი ხეშია, ზოგი სად არის, ზოგი საით, ზოგი პარლამენტში შევიდა და ასე შემდეგ და
რა პერსპექტივას ხედავთ ამ ველზე საერთოდ და გამოსავალს რაში ხედავთ? თუ ხედავთ საერთოდ გამოსავალს? ხო, არა. მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, მგონი თქვენ ეთერშიც მაქვს ნათქვამი, მე არ მეკუთვნის ეს ფრაზა, მაგრამ მომწონს. არ არსებობს ჩეხური სიტუაციები, არსებობს ჩეხური აზროვნება. ხო და ახლა ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩეხური აზროვნებიდან და გავაფართოოთ ჩვენი ხედვის დიაპაზონი და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალი. დავიწყოთ იქიდან, რომ პოლიტიკოსების ნაწილი, მე როგორც ვიცი, მადლობა ღმერთს, უკვე მალე გამოდიან ძალიან ამოიწურა მათი. ხო, არა, ეს ახალი საქმეები აქვს აღზრული შეაბრუნებს უკვე. სტრუქტურულ სახელმწიფოსთვის დახმარება და ეგეთი საქმეებია ყველას მიმართ აღზრული. ხო, რა საკვირველია, მესმის პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც არის ახლა სასამართლო პროცესი იწყება, ანუ ამ ადამიანს უნდა პოლიტიკური პროცესი გააქროს ქვეყანაში და დარჩეს როგორც კომუნისტური პარტია, ხო, ჩვენ ეს პერიოდი გამლილი გვაქვს, ისე ქართული ოცნება და ყავდეს თავისი რაღაცა სატელიტი. აი დღეს მამცნეს, რომ გურამ მაჭარაშვილს გამოუცხადებია, რომ ოპოზიციაში მიდიან ვის ოპოზიციაში? ქართული ოცნების ოპოზიციაში. ხო, არის ისედაც გასო, ხალხი ზალ ოპოზიცია არ არის. მე მგონი უკვე დაავიწყდათ, რომ ერთხელ წავიდნენ ოპოზიციაში, ხო. ნუ ეს ცოტა გროტესკული მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც დროს ვკარგავთ იმაში, რომ ვერ ვახერხებთ ელემენტარულ რაღაცებზე შეთანხმებას. მე აი ბოლო პერიოდში რაც მოვისმინე, ვესტრები ბევრ რაღაცა ონლაინ შეხვედრებს, ვკითხულობ ძალიან ბევრ მოსაზრებებს, ვკითხულობ და ვეცნობი აი ქუჩის პროტესტის აქტორების პოზიციებს და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქუჩაც იმდენად ეკლექტურია, აი ის ხალხი, რომელიც იქ დადის, მე არ ვამბობ 100,000-ობით ადამიანზე, ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლის მიმართ მე უღრმეს პატივისცემას გამოვხატავ, იმიტომ რომ მათ მოიტანეს საერთოდ კიდე პერსპექტივაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს გარკვეულწილად არის მათი დამსახურება, აი ამასაც რო განვიხილავთ, მაგრამ თავად ის ჯგუფებიც იქ რო დგას, იმდენად ეკლექტურია და იმდენად განსხვავებულად უყურებს. ასე გები ხა აქტივისტები შეიძლება იყვნენ ყველა სხვადასხვა რაღაცა მიმართულების, მაგრამ ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ აი ამ როდესაც პოლიტიკურ პროცესზე ესეთი პრესინგი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ქუჩას ეშვა ლიდერები, იმიტომ რომ ამდენი აქტიური ადამიანი, აქტიური პოზიციით, მე ამბოხე სულით და განწყობით და მიუხედავად ყველაფრისა არ გამოჩნდა ლიდერი, რომელიც პასუხისმგებია. ამ ლიდერთა ჯგუფი, რომლებიც შეძლებდნენ, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ხო? მე უნდა დავიწყოთ იქიდან რა გვინდა ჩვენ. რისთვის გვინდა ამ ივანიშვილის ხელისუფლების გამოცვლა, თუ ჩვენ არ შევძელით, რომ იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდით ძალიან მალე, ისევ როგორც აღმოვჩნდით დაუშვათ ბიძინა სააკაშვილის პერიოდში. სხვათა შორის, ჩემმა ერთმა იუდეველმა ძალიან გონიერმა და გამოცდილმა მეგობარმა და მისი გამოცდილება არის ძალიან სპეციფიურ სამსახურებში მუშაობის, მითხრა გამიზიარა თავის საინტერესო დაკვირვება, რომ ყველა ასე ვთქვათ კოლონია და ჩვენ ვიყავით კოლონია, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ყოფნას კოლონიად ყოფნა ერქვა სხვა რა, იმეორებს მე გათავისუფლების შემდეგ იმეორებს ასე ვთქვათ დომინიონის მოდელსო. და მომიყვანა საქართველოს მაგალითები, აი მაგალითად, როდესაც კომუნისტური პარტია დამარცხდა და მოვიდა ზვიად გამსახურდა, ძალიან მალე ზვიად გამსახურდა, იცით, როგორც განვითარდა მოვლენები, მოვიდა შევარდნაძე და ისევ იმ მოდელზე გადავედით, კორუფცია, ნეპოტიზმი, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ გარღვევა გააკეთა საგარეო პოლიტიკაში,
პოლიტიკის თვალსაზრისით მე ვგულისხმობ ჩვენი ყოფის მოდელი, ჩვენი არსებობის მოდელი ისევ დაუბრუნდა იმ ძველ სტილს. მოვიდა მიშა, დაიწყო აბსოლუტურ აი ამ თავისი რეფორმებით და გარდაქმნებით ტრანსფორმაცია ჩვენი საზოგადოების და როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენ 2008 წელს რატო გვეცნენ რუსები, რამე შეიცვალა მათთვის ახლა დაუშვათ იმ თვალსაზრისით რომ აღიარეს აფხაზეთი და ოსეთი მათ სწორედ ის ნახეს რომ ჩვენ მოვახერხეთ უკვე მიდიოდა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ტრანსფორმაცია. აი ეგ არის გასაკეთებელი და უმნიშვნელოვანესი თემა. ცივილიზაციური გადატვირთვა გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი ცნობიერების, რომ იგივე სპირალში პოლიტიკურ პროცესში რა პერსპექტივას ხედავთ ეს პოლიტიკა ეს ამის გარეშე პოლიტიკა ეს მაგრამ ვის ახედავთ? აი ლაშას ჩავთვლით, ლაშა შერას ხედავ, ხო? ანუ პოლიტიკურ ერთადერთი დაკვეთა დღეს ხალხს მოთხოვნა რაც აქვს პოლიტიკოს მიერ რომ დაგვანახეთ ალტერნატივა, ხო? ადამიანები კითხულობენ, ხო? ვინ არის, ვინ შეიძლება ვის თუ ბიძინა რო წავა, ვინ მოვა. ადამიანებს აინტერესებს, ეს აზროვნებენ რა, ერთი კაცი წავიდა, მეორე კაცი უნდა მოვიდეს. ვინ არის ის, ვინც მოვა? ხო და ამაზე პასუხი არ არსებობს. პოლიტიკური ან რაღაც თუნდაც ახლა ჯგუფი, ლიდერთა ჯგუფი რო იყოს ერთი კაცი ნუ იქნება კი ბატონო. პოლიტიკური ალტერნატივას ითხოვენ პოლიტიკურ სპექტრისგან და ამ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკური ალტერნატივა ვერ შუაჯერ. არ ვიცი შენ რას ფიქრობ? მე მგონია რომ რაც არ გამოვიდა მას თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი ძალიან რთულად სამართავია ქუჩიდან და ქუჩა დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება ორიენტირებული იმ ნაწილზე მოთხოვნების და ინტერესების საზოგადოების, რომელიც განსაზღვრელია პოლიტიკაში. ეს არის წესები, კანონები და ასე შემდეგ, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკოსების, გარკვეულმა ჯგუფმა უნდა გაატაროს, ხო, როგორ პარლამენტში მოიგებს, ან თვითმმართველობის არჩევნებში მერე მთავრობას ქმნიდა და ასე შემდეგ. ანუ პოლიტიკა ქუჩაში ნაწილობრივ კეთდება რა და ის მოთხოვნა რა ჩვენ გვაქვს ქუჩიდან ვერ გააკეთებ რა მაგალითად მშიერი ადამიანი ქუჩიდან ვერ დაპურდება რა ვერანაირად აქედან გამომდინარე ეს ამ ზოლამ სხვა ფორმა მიიღო რაღაცა უფრო მოდი დისიდენტო ეხა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეს ნაწილი იმიტომ რომ თუ ბოლომდე მიიყვანეს თავისი ბოდვითი იდეები რომ გააუხრონ ეს პარტიები კიდევ უფრო დამძიმდება მაგ მიმართულებით. ხა ეს შესაძლოა ბოლომდე არ ჩაკეტავს ამ ანალოგიური რაღაცები ხდება მოხდარა ზოგიერთ ქვეყანაში ბოლომდე ვერ ჩაკეტონ ეს სივრცეები მაინც დარჩეს რაღაც ღრიჭოები და ისა მაგრამ მნიშვნელოვნად გაართულებს რაღაცა პლურალისტური პარტიული რაღაცა სისტემების არსებობას. ნუ შესაბამისად ჩვენი პოლიტიკა იქნება დამყარებული აი ვიღაც ქუჩის ქარიზმატულ ტიპებზე, რომლებიც ხმამაღლა და რაღაც გამომეტყველები და რაღაცა შინაგანი ძალით, მაგრამ ესეთი ადამიანები ძალიან იშვიათად გამოდგებიან მერე რუტინულ პოლიტიკაში, რასაც სხვა აი მოვიდა ხელისუფლებაში და მერე აღარ მუშაობს ეს, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები გამოდგებიან რაღაცის გრევისთვის, მაგრამ რაღაცის შენებისთვის და ესე ვთქვათ ფულცელი გადადოს და გადმოდეს ამისთვის ეს არ გამოდგება. შესაბამისად ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა? მე მინდა ვთქვა რომ სად ვერ ჩამოყალიბდით, აი მაინც ვერ ჩამოყალიბდით, რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია რა. ვერ ჩამოყალიბდით და ამიტომ არის აი ეს დიდი ხრამი პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქეს შორის. ვერ ჩამოყალიბ, რას ნიშნავს პარტია? პროგრამა, ეხლა რო კითხო მე რა, ისევ მეტყვი რომ რა დროს პროგრამაა. და ეგ მესმის 30 წელზე მეტია. აი მაგას მე დარწმუნებული. ავიგე, მაგრამ ხა პროგრამას გერთხოს ხალხი, კაცი დაგვანახეო, ვინ მოვა, ვიზინას მაგივრა. ვერ ჩამოყალიბდით, მაგას კაცი კი არა დაგანახო. ადამიანი დავანახეო. სხვათა შორის ამას ითხოვს დასავლეთიც მარტო ის კი არა, დასავლეთს მაგას გეუბნება რომ ერთი პირით მელაპარაკე. დასავლეთს მაგას ითხოვს რომ ბიძინა რომ წავა, ვინ მოვა მის მაგივრა. ყველა მაგას ითხოვს. არ ითხოვს მაგას დასავლეთ მაგაში. არ ითხოვს. არ ითხოვს მაგას, იმიტომ
დასავლეთი ბევრად განვითარებულია. დასავლეთი რას იწევს? გავიგე, მაგრამ იმასაც ვიღაცას ხომ დადოს ფსონი. კაცი არა ფსონი ვიზე დადოს საინტერესო. არა, პოზიციაზე არ არის საუბარი, საუბარია პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელზეც უნდა დადოს ფსონი. პოლიტიკა არ არის. რო აი ამ პოლიტიკურ ჯგუფს უჭერს. მარტო ხმამაღლად მოლაპარაკე ადამიანების ერთობა რა და გაბედული ადამიანების გარკვეულწილად არ შეგეშინდება წყლის ჭავს რომ მოგიშვერენ და ციხეში წასვლის არ შეგეშინდება. მარტო ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის მართვა და რეფორმები და გაუმჯობესება და რაღაცა ცოდნა პოლიტიკა და ეს ცოდნა არის თავი ის რომ გეუბნება კაცი და ამან ნახევ იმას კი არ გეუბნება და მარტო დიპლომი კი არ არის ამ შემთხვევაში ხა გერმანიაში ისწავლა ვიღაცამ თუ იმაში უფაში სადღაც რაღაცა პოლიტექნიკური დაანთმა ამაზე არ არის ლაპარაკი ცოდნა პოლიტიკური სხვა რამეა გამოცდილება გაიარე გზა აჩვენე შედეგი აჩვენე იდეები კრეატიულობა უნარები იმიტომ რომ პოლიტიკა არის პროფესია ისე როგორც ეხლა რომ მოინდომო ფეხბურთზე საქართველოს ნაკრებში ითამაშებ ვერ ითამაშებ იმიტომ რომ არ ახარ ფეხბურთელი კი გესმის გიყვარს იმებს აქვეყნებ ხოლმე ნერვიულობ და ვიღაცა შეგაგინებს ვიღაცა შეაგინებ მაგრამ შენ ფეხბურთელი არ ახარ შენ არ ახარ მხატვარი არ ახარ პოეტი უბრალოდ ხარ ჟურნალისტი ეგეც პროფესიაა და როცა არ აქვს ჩვენ ვერ შევქმენით პროფესიული გუნდები და რომელიც ჩამოყალიბდება სისტემაში, ასაც ქვია პარტია. თანამედროვე პარტიები ვერ ჩამოაყალიბებთ, თორე პარტიები როგორ არსებობს, იქ ნიჭიერი ხალხიც არის, გამოცდილებაც აქვს, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკა გულისხმობს სხვა პარტიული სისტემის არსებობას ქვეყანაში. აი ეს ვერ ჩამოაყალიბეთ და შესაბამისად ეს რო ვერ ჩამოაყალიბეთ, ამიტომ გჭირს პრობლემა. ამიტომ ვერ ვეძებთ, ხან ქუჩაში ვეძებთ, ხან ტელევიზორში ვეძებთ, ხან სახურავზე ვეძებთ და ხან სადღაც ჯურღმულში და არ გამოვა ეს სხვა პროცესია. აი როცა ამას გავიგай, რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიუხედავად აი ეხლა იტყვი იცი რომ მაგის დროს არ არის მოგცემენ საშუალებას. ეს მესმის სულ 90-იან წლებში არ არის საინტერესო, იმიტომ რომ პრობლემა იყო 2000-იან წლებში ესე იყო 2010 წელს ესე იყო ეხლა 2025-ია ისევე გმესმის არასოდეს არ არის დრო არასოდეს არ არის დრო არაპარტიული მედიებისთვის სულ მესმის როგორ აბა ვერ დაამარცხებ დამოუკიდებელი მედია არ გინდა არასოდეს არ არის წესიერი პარტიებისთვის დრო არასოდეს არ არის რაღაცა პროგრამების დრო და არასოდეს არ დადგება ეს დრო მე რა ერთი კითხვა მაქვს აი თქვენ როგორ ჟურნალისტს ვინმე რომ მკითხოთ პასუხი გაქვთ დღეს რა არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს განვითარების ალგორითმი აი რა როგორ ვითარდება სახელმწიფო აქ ალგორითმი და ასეთ თემები დამხალს არა მე თქვენ გეკითხები ჟურნალისტ არა ხო არიცი ხო არა მაგაზე რომ ყოველს თავისი ხედვა აქვს კაცო მე ჩემი ხედვა ვიღაცას თავისი ხედვა აქვს ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ საინტერესებს მოქალაქეს ის უნდა უთხრა ის იმას როგორ უგვარებ ეგ არის თავარი პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც ენდობა აქ დობა არის თავარი მაშინ ლიდერობას დაინახავს ძალას დაინახავს ეს აინტერესებს. ჩემო კარგო, თავის დროზე როგორ გაიგო ქართველმა და დღემდე ამითი დადის მამული ენა სარწმუნოება. რატო მოხდა როგორ გონია ილია ჭავჭავაძემ, რატო შექმნა ეს ტრიადა მამული ენა სარწმუნოება. ანუ იმ პერიოდში რომ და იმ მოცემულობაში რომელშიც საქართველოს მაშინ იმყოფებოდა აი ეს სამი საკითხი იყო ღერძი იმისთვის რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა თვითმყოფადობა ანუ მაშინ როდესაც სახელმწიფოებრიობა არ არსებობდა დღეს ხო ეს პრობლემა ამ წუთში არ დგას არა ანუ ესე იგი გვჭირდება ახალი ალგორითმი, რომელზედაც უკვე სახელმწიფოს შენარჩუნებას შევძლებთ ჩვენ და ეს არის გასაკეთებელი და ეს უნდა გვითხრან პოლიტიკო. მე იცი ბახი როგორ მიყვარს, გიждები. არაჩვეულებრივი მსმენელი ვარ, მაგრამ რო გამიშვას ვიღაცამ საქართველოს სახელით კონკურსზე გამოდი და ბახი დაუკარიო, თავს მოუჭრი საქართველოს და ნუ ამ ადამიანებმაც ასე უნდა იფიქრონ, რა რესურსი აქვს და რისი შესაძლებლობები აქვს და რისი გაკეთება შეუძლიათ. გეუბნებით რომ არის შესაქმნელი ამ ქვეყნის განვითარების ალგორითმი ახალ პარადიგმაში. აბატონო, აქ არიან პოლიტიკოსები და ველოდებით რომ გააკეთონ. ვერც ერთიანდებიან
ვერც ლიდერი შვეს და ნუ ასე შემდეგ. მოკლედ, სული ვითარება გვაქვს. მადლობა დიდი. ლელა ჯეჯელავა, ლაშა ტუღუში, იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.